დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. გულითადად მოგილოცავთ ყველას აცხოვრის წინა დაცვეთის დღესასწაულს, ხსენებას წმინდისა დიდისა მდელმთავრისა ბასილი დიდისა, კესარია კაბადოკიის მთავარეპისკოპოსისა და ასევე მოგილოცავთ ახალ დამდგარ და შემომავალ წელს. დღევანდელ დღეს მინდოდა ზოგადად ვესაუბრა ყველაფერზე ერთად და ჩემი საუბარი ალბათ მოიცავს კიდეც ყველაფერს, წინა დაცვეთის დღესასწაულსაც და მათ შორის მოკლედ ახალი წლის შინაარსაც, რა შეიძლება ადამიანმა დღეს, ქრისტიანი ადამიანი როგორ უნდა ფიქრობდეს აი ამაზე, რომ რა თარიღი და თარიღის იქით რა შეიძლება მოკლედ ვიგულისხმოთ. და მინდა პავლე მოციქულის კოლასელთა მიმართ ეპისტოლედან მუხლები ამოგიკითხოთ და მერე გავყვეთ ამის მცირე ოდენით მოკლედ განმარტებას. ნახეთ, რას გვაფრთხილებს პავლე მოციქული, კოლასელებს აფრთხილებს და მერე ჩვენ გვაფრთხილებს და აბა დაუკვირდით კარგად. გაბრთხილდით. არავინ გაგიტაცოთ სიბრძნის მოყვარეობით და ფუჭი ცდუნებებით. კაცთა მიერი გადმოცემისა და ამ სოფლის წესისამებრ და არა ქრისტესამებრ. ვინაიდან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაებრივი მთელი სისავსე, ანუ ქრისტეში. და თქვენ სავსენი ხართ მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია. თქვენ მასში წინადაცვეთილებიც ხართ, ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილის სხეულის განძარცვით, ქრისტესეული წინადაცვეთით. მასთან ნათლისღებით დამარხულები, მასთანვე აღზრდებით ღვთის ძალისადმი რწმენით, რომელმან აღადგინა იგი მკვდრეთით. დღეს პავლე მოციქული ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას გვეუბნება. ეხლა პირველ რიგში წინადაცვეთის დღესასწაული მინდა იცოდეთ რისთვის არის. ანუ ჩვენ ხშირად არის ხოლმე თუ კი ქრისტე იშვა, მაგ დროს დაიწყო ახალი ერა, ხო? პირველი დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომ აღვნიშნავთ ახალ წელს პირობითად 7 დღის მერე წინადაცვეთას? ამას აქვს თავისი მიზეზი და რა მიზეზი? წინადაცვეთით უფალმა ყველას დაგვანახა, რომ ის იყო ნამდვილი ადამიანი. ანუ წინადაცვეთით, როდესაც ის წინადაცვითეს მას დადასტურდა ის, რომ ის იყო ჩვეულებრივი ადამიანი, ადამიანური ბუნება ჰქონდა მას. და გამომდინარე აქედან ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ შემდეგი საუკუნეები ქრისტეს მერე მწვალებლობები იყო ისეთი, რომლებიც იძახდნენ, რომ მისი სხეული იყო მოჩვენებითი. თითქოს უფალი მოვიდა და ნამდვილად ადამიანური ბუნება კი არ მიიღო, არამედ მოჩვენებითი სხეული მიიღო. ამიტომ წინადაცვეთა უდიდესი დღესასწაულია თავისი მნიშვნელობით, სადაც დგინდება და სადაც ჩვენ ვწმუნდებით იმაში, რომ უფლის სხეულიც იგივენაირი სხეული იყო, როგორიც ჩვენი არის. ამიტომ გამომდინარე აქედან მისი ამ წუთის სოფელში მოსვლა დადასტურდა დაახლოებით წინადაცვეთი და გამომდინარე აქედან ჩვენ ვიღებთ მოკლედ სათავეს უფლისაკენ, დრო უკვე იწყებს ამის მერე ათვლას. ეხლა დღეს პავლე მოციქული რას გვეუბნება? გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოს სიბრძნის მოყვარეობით და ადამიანური რაღაცა მათი ლოგიკით და მსჯელობით. რა უნდა ვიგულისხმოთ ამაში? შემომავალი წელი მოდის და მოდი საფუძვლად დავდოთ. დღეს მაგალითად დავდოთ ესეთი რამე, რომ შემომავალ წელს მე დავიწყებ არა ადამიანური სიბრძნის ძებნას და არა ადამიანური სიმართლის ძებნას, არამედ საღვთო ნებისა და საღვთო სიმართლის ძებნას. თუ კი ეს არ გადაწყდა ჩვენში და ჩვენ ასე არ დავიწყეთ ცხოვრება, მაშინ ძალიან რთულია ადამიანი დარჩე ქრისტიანულ ჩარჩოებში და ეკლესიის წიაღში. ნახეთ როგორ რაღაცა, პავლე მოციქული თვითონ უდიდესი მცოდნე იყო, გამალიელის ფერხთით გაიზარდა და იმ დროისათვის ყველა მეცნიერებას და ფილოსოფიური სწავლება ჰქონდა. და ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონვე ის აფრთხილებს ადამიანებს, რომ ის სწავლება და ცოდნა, რომელიც ქრისტესაგან არის განდგომილი და ქრისტესი არ არის, მაშინ ეს ცოდნა და ეს სწავლება ქრისტიანი ადამიანისთვის ჩიხში შემყვანი არის.
ძალიან მძიმედ დგება ადამიანის ცხოვრებაში ეს მდგომარეობა. ამიტომ ნახეთ როგორ არის პავლე მოციქული არც ფილოსოფიას, არც მეცნიერებას არ უარყოფს, მაგრამ უღმერთოდ ამის სწავლებას აი ამას პირდაპირ ილაშქრებს ის. ამიტომ დღევანდელი ჩვენი ახალგაზრდებით, დღევანდელი ჩვენი აი საზოგადოებას თითქოს როგორ არის იცით, ამ კომუნისტური პერიოდის შემდეგ რაღაცა თავისუფლება ვიგრძენით და დავეწაფეთ ერთიანად თითქოს ცოდნას, განათლებას, რაღაცა მოკლედ ჩვენ რასაც დავარქვით ყოველ შემთხვევაში ცოდნა და განათლება და ეგრევე ვიწყეთ ამისი მოკლედ შემოტანა საკუთარ თავთან და საბოლოო ჯამში მივიღეთ რა, რომ ქრისტეს გარეშე მოხდა ეს. ანუ ეს ფილოსოფია და ეს სიბრძნის მოყარეობა, რომელიც ადამიანში დღეს არის, ქრისტეს გარეშე არის და ამიტომ ჟანგბაც არის მოკლებული. ამიტომ პავლე მოციქული პირდაპირ აი გახსოვდეთ, რომ ცოდნას ახალგაზრდებო მით უმეტეს ცოდნას და სწავლებას, რომელიც ქრისტეს გარეშე მიმდინარეობს, ეს არის ადამიანისთვის ძალიან დიდ სიმძიმედ მოტრიალდება და ახლა მე გეტყვით ზოგადად რაღაცნაირად რატომ არის ეს ყველაფერი, რატომ მოტრიალდება ეს ადამიანისთვის ცუდად. აი ნახეთ როგორ არის. იმ ფილოსოფიაში და აზროვნებაში, სადაც ღმერთის ადგილი არ არის, ან თუნდაც ქრისტე ჩვენთან უკვე მოსარწმუნოებაში უბრალოდ მეორე ხარისხოვანი არის. დღეს ადამიანებმა ჩვენთანაც ეკლესიაში მოუკლეს სულიერ ცხოვრებას, მოუკლეს ლოცვას, მოუკლეს აღსარებას, მოუკლეს საკუთარი თავის დანახვას, მოუკლეს ზოგადად აი ისე იგი როგორ ვთქვა, იცით, ღმერთთან მისვლის სისწრაფეს, ანუ უკლეს ადამიანებმა თავისთავად, მაგრამ ნიჭიერები გახდნენ. აი გარკვეულწილად ნიჭიერები გახდნენ და აი ამ ნიჭიერებამ თავისთავად მათში ისე იგი რაღაცა გარკვეული ძალა შემოიტანა, რომელიც არეული აქვს ადამიანს იმ ძალაში, რასაც ქრისტე აძლევს მას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს წუთისოფელიც გაძლევს აი ამ ცოდნისა და გარკვეული ფილოსოფიებისა, ანუ ცოდნის გამო, ცოდნის საზღაურს გაძლევს გარკვეულ სიმყარეს, რომ იცი რა, გუშინ არ ვიცოდი და დღეს ვიცი. სადღაც დგევარ და ვლაპარაკობ რაღაცაზე, მეც ვიღებ ამაში მონაწილეობას, მაგრამ თავარი რა არის აქ, რომ აქ ქრისტიანის ცხოვრებაში, მოდი დავანებოთ ჯერ გარეთ მყოფ ადამიანებს, ჩვენ თავს მივხედოთ აქ, ნახეთ, ადამიანმა გარკვეული სიძლიერე, შინაგანი ესეთი იგრძნო, რომ არ იცოდა და იცის, რაღაცა წაიკითხა და ახლა ცოტა მეტი იცის და ამან ადამიანს შინაგანი გარკვეული ძალა შესძინა და აი ამ ძალიდან გამომდინარე კი ადამიანი დაკმაყოფილდა. და რა მოხდა? ნახეთ, ის მოხდა, რომ ადამიანი ქრისტესკენ კი აღარ მოძრაობს, არამედ ადამიანმა ამის ნაცვლად მიატოვა ლოცვა, მიატოვა სულიერი ცხოვრება, მიატოვა სინანული და ნამდვილი აღსარება, მიატოვა უბრალოება, მიატოვა თავმდაბლობა, მიატოვა მორჩილება, ის რაც ქრისტიანად აყალიბებს ადამიანს და მიეცა ამ ქვეყნიურ ფილოსოფიას. გარეგნულად შეხედავ, თითქოს გეამაყება ადამიანი, ნახე როგორი ცოდნა, ნახე როგორი განათლება, შეიძლება რაღაცა ისე იგი ზნეჩვეულებების თავისთავად არის, მაგრამ თავისთავად ადამიანი შინაგანად დაცლილი არის აი ამ მოკლედ სულიერი ენერგიისაგან. და რა შევადაროთ ასეთი ადამიანი? ასეთი ადამიანი გავს, აი თქვენ გინახავთ მამაკაცებს მით უმეტეს აზარტული ადამიანები რო არიან ხოლმე, აზარტული თამაშების მოყვარული ადამიანები, უბრალოდ აი დღეს კიდე არის და მოკლედ ქუჩა ისე იგი ქალაქებშიც არის და ახლა ონლაინ გადაინაცვლა, მე მინახავს სახე დაკარგული ადამიანები, რომლებიც სათამაშო აპარატებთან სხედან. ადამიანური სახე და ანუ აზარტი, რომელიც მასში არის შემოსული და კიდე გეუბნებით, ეს აზარტი არ არის მხოლოდ ის, რომ ადამიანი ესე იგი თამაშებზე ხარ, ანუ ფულის მოგებაზე ხარ აზარტული, არა. ადამიანი შეიძლება იყოს აზარტული რაში, იცი? ცოდნის მიღებაში. და ეს ცოდნის მიღება იმიტომ გინდოდეს, რომ მერე ეს გამოიყენოს სხვა ადამიანების საწინააღმდეგოდ შეიძლება. ანუ აზარტი, ესე რომ ვთქვათ, ანუ შინაგანი ეს მოუსვენრობა, ეს არის სხვადასხვა ფორმით გამოხატული რამ. ამიტომ, როდესაც ადამიანში შინაგანად არის აი გარკვეული ქრისტეს გარეშე მონდომება და წინსვლის სურვილი, აი ეს ადამიანს აქცევს, აი ხლა გეტყვით ზუსტად რა, დავახასიათოთ აზარტული ადამიანის მდგომარეობა. რა არის აზარტი? ზოგადად რატო არის ადამიანი აზარტული? დღეს ძალაუფლების სიყვარულის აზარტი არის.
დღეს ადამიანები ჭამენ ერთმანეთს რაღაცა ისე იგი სკამებისათვის და ძალაუფლებისათვის და მსოფლიო რომ გადაირია თავიდან ბოლომდე და უკვე ადგილს, ანუ ადამიანი ადგილს ვერ პოულობს, რომ მეორე ადამიანს არ ეკამათოს, არ ეჩხუბოს, არ ისე იგი გალანძღოს, უხარია ხალხს, სეირის მოყვარული გახდა ადამიანი. აი ნახეთ, აი თუ სადმე რამე დაპირისპირებაა, შოუები, აი შოუებს დგავენ თავიდან ბოლომდე. რატო? იმიტომ რომ ადამიანში აი ეს დუღილი არის შინაგანი. იმიტომ რომ აი ეს როგორ გითხრათ, იცი, სხვაზე უპირატესად წარმოჩენისა, არანაირი თამდაბლობა, არანაირი მორჩილება, ანუ სხვაზე უპირატესი წარმოდგომისა და უარესი იქნება გახსოვდეთ. ეხლა იწყება პერიოდი, რომელიც იქნება ძალიან რთული, ურთულესი იქნება. ანუ ძლიერები, ვინც ამ წუთში ძლიერები არიან, ისინი უარესად იმძლავრებენ ადამიანებზე და თქვენ უბრალოდ ნახავთ ამას. ანუ დამონებამდე და დამორჩილებამდე წავა, ანუ ის ადამიანებიც, ვისაც გონია, რომ თვითონ ისინი არიან, ისინიც კი წაიქცევიან. აი ამ სიძლიერის, რომელსაც ამ ქვეყნიური სიძლიერი აქვს. და რას ცდილობს აი აზარტული ადამიანი? დავახასიათოთ, მოდი ამისგან უარი ვთქვათ ამ ყველაფერზე. პირველ, რასაც ის იმარშვება, ეს არის უპოვოს რაღაცა მეთოდი, რითიც ამ თამაში მოიგებს. ხო, პირველი ესე არ არის, რითი იწყება ეს, ანუ ამ თამაში მინდა რომ მოვიღო. ჩვენი მდგომარეობაც ესე არის. ანუ აი შინაგანად გვაქვს ისეთი განცდები და განწყობები ხომ რომ ვიღაცაზე ჩასაფრებულები გვინდა რომ რაღაც ამ თამაში ადამიანმა მოიგოს. ეხლა ნახეთ, თვითონ ცდილობს ადამიანური რომ მათემატიკურად განსაზღვროს ეს ყველაფერი. რა არის სიბრძნის მოყვარეობა დღესაც არის? ჩასაფრებულობა. დღეს აი მათემატიკურად საზღვრავენ ადამიანების ხედან, წარმოიდგინე ადამიანები ქრისტეს გარეშე ხედან და ფიქრობენ იმაზე, როგორ გააკეთონ ისე, რომ ვიღაცა საფრთხე დაუყო. ამაზე ფიქრობენ, მთელი ღამე ადამიანები ფიქრობენ იმას, რომ ადამიანებს როგორ მიაყენონ ზოგ შემთხვევაში ტკივილი. რატომ? იმიტომ რომ მათ გაიმარჯვა. მე რო გავიმარჯო, სხვას მინდა რომ ისე დავგეგმო მათემატიკურად, რომ ვიღაცას ტკივილი მოვაყენო. ნახეთ, რამდენად ეს სულისკვეთება ქრისტიანობასთან, ისე იგი დაშორებული არის, ხო? აი გამომდინარე აქედან, აი ადამიანს აქვს როგორი შინაგანი მდგომარეობა, იცით? აი როგორ გითხრათ, წეღანაც გითხარით, რომ რა მაგრა ვფიქრობ, აი რა მაგრა ვთამაშობ, აი რა მაგრა შემიძლია ამის ამღოსაღება და ბოროტი სული ამაში წარმატებას განიჭებს. ანუ აი შემიძლია წინ მივხვდი ადამიანს რა უნდა. მივხვდით, აი წინ გავთვალო, რომ ის თუ იქ წავიდა, ის თუ ესე მოვიდა, ის ანუ გათვლა შეუძლია ადამიანს ძალიან მაგარი და წეღან რაც გითხარით, ადამიანს გონია, რომ ეს ქრისტესეული სიბრძნეა და არანაირი ქრისტესეული სიბრძნე არ არის. ადამიანს ამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ ის ნაწილი თავისი ამ ტვინის მოძრაობისა და გონების მოძრაობისა, რომელიც თავისი პირადისკენ არის მიმართული. თავისი პირადი სარგებლისკენ არის მიმართული. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ადამიანის და მოყვასის კეთილი სარგებლისთვის მოკლედ მიმართული. და შემდეგ როგორ არის? აი ადამიანი ცდილობს როგორ არის თლიანად ეს თამაში, რაც არის, აი რასაც თამაშობს, აი გატეხოს, ალღო მოუგოს, ანუ აი ზემოდან დადგეს. თვითონ აი დღევანდელი მართლობითი პრინციპები რაც არის, ყველაფერი ხელში უნდა ჩაიგდოს ადამიანმა საბოლოო ჯამში, სოფლიო მართლობის მდგომარეობა რაც არის, ზუსტად ესე არის და ისე იგი აი იმ დროს ნახეთ, როდესაც ადამიანს გონია რომ აგერ გაუგო ყველაფერს. იმ დროს, როდესაც ადამიანს გონია რომ აგერ უკვე ყველაფერი მის ჭკუაზე დადის, აგერ უკვე ადამიანს გონია რომ ვიღაცა დაამორჩილა, ვიღაცას მოკლედ თავის ადგილი მიუჩინა, ამ თამაშში ესე რომ ვთქვათ, ალღო აუღო და ყველას თავთავისი ადგილი მიუჩინა ისე რომ თვითონ გამარჯვებული არის, აი ამ დროს მოდის რა? აი ამ დროს ერევა ღმერთი და ის შენი დაგეგმილი რაც აქვს ადამიანს თავისთავად წყალში იყრება. ანუ ისეც ამტვერდება ყველაფერი, რომ ძლიერი ადამიანებიც ვარდებიან და ეცემიან ძირს. აი წეღან რას ვთქვით, რომ ჩვენი ეს სიბრძნე, რომელსაც ჩვენ აი დღეს თუნდაც ქრისტიანი ადამიანები ვაფრქვევთ ხოლმე ყოველ შემთხვევაში ერთმანეთთან მიმართებაში,
რომელსაც ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობაში და თუნდაც სამყაროსთან ურთიერთობაში ვაფრქვევთ და ამას ქრისტიანობა არ უდევს საფუძვლად, ამას არ უდევს თავმდაბლობა, ამას არ უდევს საფუძვლად მორჩილება, აი ადამიანს თავისთავად ეს ყველაფერი ეშლება. ანუ ადამიანი მანიაკალური იმით არის შეპყრობილი, რომ აკონტროლოს ყველაფერი საკუთარი ძალისხმევით. საკუთარი ცხოვრებაც კი. ჩემო მეგობრებო, აი გადამწყვეტი აქ არის ზუსტად. ჩვენ თუ ქრისტიანი არის ის, ვინც კი არ ცდილობს იმას, რომ საკუთარი ძალისხმევით აკონტროლოს საკუთარი ცხოვრება, არამედ იყოს ნებაშენი. ადამიანი, რომელიც უფალს არ უთმობს, ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი გეგმები დაანგრიოს და დაარღვიოს ღვთის ნების გამო, დაიჯერეთ, რომ ეს ადამიანი ზოგადად ქრისტიანული სულისკვეთება და ქრისტიანული შინაგანი არ არის. და ამიტომ ნახეთ, როგორ არის ასეთი ადამიანები, როდესაც დაინგრევა და დაირღვევა ეს გარშემო ყველაფერი და როდესაც გონია რომ აკონტროლებ რაღაცას, მაგრამ ხელიდან გაგეცლება, რითი ხასიათდება? დღეს სამყარო რითი ხასიათდება? ეს არის გაღიზიანებულობა, მტრობა ერთმანეთისა, განაწყენებული ადამიანები ერთმანეთზე, იმედგაცრუებული არიან ადამიანები, სულ უკმაყოფილო არიან ადამიანები, რაც გინდა მოხდეს, რაც გინდა გაკეთდეს, კარგი კეთდება, მაინც იმაშიც ცუდს ხედავენ, ცუდი კეთდება, ხო იმაში ხედავენ და ხედავენ. ანუ ადამიანი არის სულ უკმაყოფილო, არის სულ გაბრაზებული და არის სულ განრისხებული. აგერ ჩვენი სამყარო. აი ეს არის დღევანდელი ჩვენი სამყარო, ზოგადად რითიც არის მოკლედ როდესაც ჩემი მოლოდინები ირღვევა, როდესაც ჩემი გეგმები მოკლედ წყალში იყრება, ადამიანი მოკლედ აი ამაზე გიждდება, ადამიანი ამაზე მოკლედ კარგავს საკუთარ სახეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა არის, ანუ რა გვინდა? აი რაზე უნდა ვთქვათ უარი? რაზე უნდა ვთქვათ უარი? დღევანდელ აი წარსულ წელზე ვილოცეთ ახალი წლის პარაკლისი და ყველაფერი რა იყო ამ პარაკლისში? ღმერთს მივანდეთ ყველაფერი. ანუ ქრისტიანი ადამიანი იძახის, რომ უფალო, მე შენ განდობ ყველაფერს. რას ნიშნავს ღმერთს მივანდოთ ყველაფერი? რა არის ეს? როგორ უნდა მივანდოთ? აი ყოველ დღე ვიღებ სახარებას და პავლე მოციქულის ეპისტოლეებს და თითო თავს კითხულობ თუ მეც და ვცდილობ, რომ შევასრულო ის მცნებები ისე, როგორათაც ღმერთი გვეუბნება. აი ეს შეიძლება თქვას ადამიანმა, რომ ღვთის მცნებით უნდაც ცხოვრება და შემდეგ საოცარი რამე ხდება. ნახეთ, მე რო გეგმავდი, ისე კი არ სრულდება ყველაფერი, იმაზე უკეთესად კეთდება ყველაფერი. ღმერთი ისე წვრილმანებში მოდის, აი რაც დღეს ვითხოვეთ, წარმოიდგინეთ, დღეს ახალი წლის პარაკლისში ვითხოვეთ რა, უფალო მოგვეციო წვიმა, ჟამიერი, ანუ თავის დროზე წვიმა. ანუ მზე აღმოგვიბწყინეო, რომ ანათობელად და გამათბობელად. ანუ უმცირეს დეტალები ვთხოვეთ უფალს. ამასაც კი ვეუბნებით უფალს და აი თქვენ მით უმეტეს სოფელში რო ხარ ადამიანი. ხო, მთელი ჩვენი ცხოვრება ხო მინდობილია ბუნებაზე, ანუ ღმერთზეა მინდობილი. აი დღევანდელ დღეს ზუსტად ეს არის, რომ ადამიანი, რომელიც ის კი არა, რომ ღმერთს ავთხოვე, რომ ღმერთო მზე აღმოგვიბწყინოს, მზე მიცი იმან, ღმერთმა იცის, რომ მზე უნდა აღმოგვიბწყინოს, მაგრამ უფალი იქიდან გიყურებს და გეუბნება, ეს მზის აღმობწყინება რისთვის გინდა, შენი გეგმები რო შესრულდეს? ეს წვიმის მოსვლა რისთვის გინდა, შენი გეგმები რო შესრულდეს? ანუ ნაყოფიერება მიწის არისთვის გინდა, შენი გეგმები რო შესრულდეს, რაღაცები რო დაგეგმილი გაქვს? შენ თუნდაც კეთილდღეობა რისთვის გინდა, შენი გეგმები რო გაქვს, ისინი შესრულდეს და როდესაც ადამიანს თავისი გეგმები აქვს შესასრულებელი, აქ უფალი არ მოდის. აქ უფალი არ მოდის, იმიტომ არ მოდის, რომ ის შენი გეგმების ნაწილი არის, მაგრამ როდესაც ადამიანი რასეუნება, ნახეთ რასეუნება ღმერთს, რომ უფალო, მე დამავალე მცნებები შევასრულო. აგერ წავედი და ჩემს მოყვასთან,
ჩემს მეგობართან, ჩემს ნათესავთან, ჩემს თანასოფლელთან, თანაქალაქელთან, საზოგადოების წევრებთან მე შენი მცნებების მიხედვით ცხოვრობ. გამომდინარე აქედან მე ვარ დარწმუნებული, რომ შენ ყველაფერს ჟამიერად მოწე. აი ეს არის ქრისტიანი ადამიანი. და ადამიანი, რომელიც თვითონვე გეგმები აქვს თავისი, რომ აი ესე გააკეთოს და ისე გააკეთოს და ამიჯერეთ. ასეთი გეგმების დამგეგმავი ადამიანი ღმერთის საკუთარ თავთან ყოფობას ვერ გრძნობს და ვერც ვერასოდეს ვერ იგრძნობს. და ამიტომ მოდი აი დღევანდელ დღეს ახალი წელი დავიწყოთ ასე ცხოვრებით. მოდი შევეცადოთ, აბა ღმერთს მივანდოთ ნამდვილად ჩვენი ცხოვრება, ոնց ესე არა ჩვენ რო ვიცით ხოლმე აი ღმერთო, აბა ყველაფერი შეიძლება იყოს არა. მოდი დღეს ვთქვათ, რომ ვიწყებთ ყოველდღიურად წმინდა წერილის კითხვას და მისი მცნების გამოძიებას და ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან და თუ ამას შევძლებთ კიდევ უცხო ადამიანებთანაც კი ვიწყებთ ქრისტეს მცნების მიხედვით ცხოვრებას. აი თუ ჩვენ ამას შევძლებთ, დანარჩენი მერე რაც კი ვითხოვეთ, უფალი აი როგორ გითხრათ იცით, აი თვითონ გაძლევს, აი თვითონ ისეთნაირად აწყობს ყველაფერს, ისეთ ადამიანებს მოგაცილებთ, ისეთ პრობლემას გადაგიჭრით, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება უბრალოდ მოდიოდი და ეხვეწებოდი, რომ ღმერთო გევედრები ეს პრობლემა მომიგვარე, მაგრამ არ გიგვარებდა ამ პრობლემას, რატო? იმიტომ რომ ეგ შენი გეგმის ნაწილი იყო. შენი გეგმა იყო ეგეთი, რომ ეხლა ეს მინდა რომ მომიგვარო და გამომდინარე აქედან მერე ესე, ანუ შენი დაგეგმილი ცხოვრების მოტანა გინდოდა და განხორციელება და უფალი თითქოს ამაში გვერდში არ იდგა და აი როდესაც ადამიანი ღვთის მცნების შესრულებას იწყება, როდესაც აი ამ სიღრმისეულად ქრისტეს მცნებების ძიებას და მის პრაქტიკაში მოყვანას და ახსულებას ცდილობ, როდესაც შენი ლოცვაში ჭარბობს იყოს ნება შენი, აი მაშინ უკვე საოცრად იცვლება შენს გარშემო ყველაფერი. მშობლები ხშირად მოდიან ხოლმე, რომ აი ჩემი შვილი ესე, მაგრამ დამიჯერეთ, არც ერთი დედა თითქმის, არც ერთი მამა მზად არ არის იმისთვის, რომ ის შვილიც მისი გეგმის ნაწილია. ის შვილიც მისი დანახული ცხოვრებისეული გეგმის ნაწილია და არც ერთი მშობელი, ვინც მოსულა, მე მithქვამს, რომ მზად ხარ იმისთვის, რომ სახარების კითხვა დაიწყო. მზად ხარ იმისთვის, რომ შენი შვილისთვის თავი გაწირო, არა სადღაც სამსახურში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს თავგანწიროა. არა იმისთვის, რომ მას მატერიალური რამე უზრუნველყოფა შეძლო მისი, არამედ შეგიძლია შენი შვილისთვის საკუთარ პატივმოყვარეობაზე, საკუთარ სიბოროტეზე, საკუთარ ამპარტავნებაზე, საკუთარ ეგოიზმზე, ჭორაობაზე, მამაკაცებს გინებაზე, დალევაზე, ამ აზარტულ თამაშებზე, ანუ საკუთარ ხასიათზე უარი თქვა და ქრისტეს მცნების მიხედვით იცხოვრო, რომ ამ შემთხვევაშია მხოლოდ შესაძლებელი, რომ შენი შვილი ძიმე სენისგანაც კი განიკურნოს. თუ ასეთი არის, თუ კი უფალინებებს და შენი შვილი, ანუ იმას, რაც შენ მასში არ მოგწონს და თვლი, რომ ეს არ არის სწორი, ამ ყველაფერი მიატოვოს და უკეთესი გახდეს, ხარ მზად ამისთვის შენ? არავინ არ არის ამისთვის. მე ჯერ არ მინახავს ასეთი არავინ. უამრავი ბავშვები მოუყვანიათ, უამრავი ახალგაზრდები მოუყვანიათ საკუთარ ახლობლებს, მეგობრებს, ჩემთან მოუყვანიათ აი თქვათ ნარკოტიკს დამოკიდებული ადამიანები, აზარტულ თამაშებს დამოკიდებული ადამიანები, აი ბევრი მოუყვანიათ, მაგრამ მათ რა, მათი სახში ყოფნა აწუხებს ადამიანს. მეგობარს აწუხებს ესე რო არის მისი მეგობარი, იმიტომ თვითონ წუხდება და საკუთარმა გეგმებმა და წუხილმა მოაყვანინა საკუთარი მეგობარი, ის კი არა რომ მასზე ზრუნავს. იმიტომ რომ თუ კი მასზე ზრუნვა უნდა, მოდის თუ არა ვეუნები, მოდი აბა ყველამ ერთად. გაიხსენეთ ფილმს რო უყურეთ ჩვენ, ისე იგი ნექტარიოს ეგინელზე. გახსოვთ რა გააკეთა ნექტარიოს ეგინელს?
იქ რო იჩხუბეს იმათმა მეო 3 დღე უშიმშილებ ეხლავ. ანუ თქვენს გამო მე დავიჯი საკუთარ თავსო და 3 დღე შიმშილობა გამოაცხადა საჭმელს აღარ ჭამდა. და სინდისმა შეაწუხა ის ადამიანები, ის მეგობრები, რომელთაც იჩხუბეს და შერიგდნენ მერე და როგორ ერთ მუჭად შეიქმნენ. გაიხსენეთ ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ისე იგი სიკვდილამდე იყო მისული. როგორ გაერთიანდნენ ყველანი ერთად დადგნენ ლოცვაზე, რომ რა უთხრა წმინდა ნექტარიუსმა, რომ ოდი დავდგე და ყველამ ერთი ღამისთევის ლოცვა მიმსახუროთ. და ყველანი მუხლდაჩოქილები იდგნენ და ემსახურა, ანუ იწყებდნენ, დაიწყეს მსახურება და დილით რომ ეს ბიჭები გამოდე და მამაო თქვენმა ლოცვამ უშველაო და უკვე სიცხემ დაიწია და კარგად არისო და რასეუნება თქვენმა ჩემმა ლოცვამ კი არა, ჩვენმა ერთიანმა სწორმა მიდგომამ და ლოცვამ გააკეთა ეს ყველაფერი. ამიტომ დღეს ადამიანები თითქოს როგორ გითხრათ, იცი, ვითომ ემპათიურები გახდნენ ვიღაცის ცუდი, ისე იგი აწუხებთ იქ ვიღაცები ამ ინტერნეტმა უფრო მეტად ინფორმაციის გაცვლა მოიტანა და წუხანო ვაიმე და იქ ვიღაცა დაპოსტავსო, აბა ისე იგი დახმარება ხო არავის უნდა და დავეხმარები და ასე შემდეგ და მე ყველა იმ ადამიანს ან ასეთ რაღაცას ვეუბნები ხომ, რომ მინდა ვუთხრა და დღესაც ყველას გეუბნები. ქრისტიან ადამიანებს ყველაზე მეტად. შეგიძლია შენი ახლობელი ადამიანისთვის შეიცვალო? შეგიძლია შენ გეგმებზე უარი თქვა შენი საყვარელი ადამიანის გამო? თუ ამას იზამ, მაშინ ხარ ქრისტიანი. და თუ შენ საკუთარი შვილისთვის არ შეგიძლია უკეთესი გახდე და რამე შეცვალო და ქრისტესთან მიხვიდე, რანაირად მაჯერებ იმას, რომ შენ გედარდება ეკლესია და ეკლესიის გამო შეიცვლებ. რანაირად შეიძლება მითხრა შენ, რომ შენ ღმერთის გამო შეიცვლებ, იმიტომ რომ საკუთარი შვილი, რომელიც გვერდზე ყავს, საკუთარი ახლობლები, მეგობარი, ვისაც უყურებ და ყოველდღე ურთიერთობა გაქვს, მის გამო არ იცვლები შენ. მის გამო შენ დაგეგმილ რაღაცაზე უარს არ ამბობ. შენ ხასიათზე, ნირზე, შენს ჩვევა და თვისებებზე, რომელიც შინაგანად გაქვს, ერთზე არ ამბობ უარს. რჩები იგივე. არ აიძულებ საკუთარ თავს, რომ მეტად ან ლოცვა თქვა, ან მეტად მოკლედ ცნებაში ასრულო ღვთისა და გამოდიან ასეთი ადამიანები, მათ შორის არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ზოგი სასულიერო პირიც. გამოდის და აი ამ დარიგებებში, აი ამ რაღაცა იმეებში, რა ქვია, როგორ ვთქვათ, იცი, რომ ესე უნდა გავაკეთოთ და ესე უნდა ვიცხოვროთ და სულ ერთ კითხვას, რომ უფალი ამას ხო არ უყურებს? შენ ხო კარგად იცი, რომ ამას არ უყურებს? რას უყურებს უფალი? თუ გტკივა, შეიცვალე. თუ გაწუხებს, შენ გახდი უკეთესი. ამ ტკივილმა შენ უნდა შეცვალოს. უფალი გეუბნება, ეს ტკივილი იმიტომ მოგივლინე შენ, ეს განსაცდელი იმიტომ მოგივლინე შენ და იმიტომ დარაყენი ამ განსაცდელის წინაშე, რომ შენ შეგცვალო და შენ კიდე შენ გეგმებს მახვევ საკუთარ თავზე. ესე კი არა, ეს და ეს გვჭირს მორწმუნე ადამიანებსაც. ისმის კითხვა ამდენი ვართ, სულ ძალიან ბევრი მლოცველი და ის არა ვართ, მაგრამ ჩვენ რომ მართლა შევიძროთ ეს, ჩვენ რომ მართლა ჩვენ გეგმებზე უარი ვთქვა და მართლა ღვთის ნებას დავემორჩილოთ და მართლა ქრისტეს მცნებების აღსრულება დავიწყოთ ყოველდღიურად, როცა დავარღვევ ჭეშმარიტი სინანული კონდეს და მოვიდე და აღსარებას ვამბობდე, დილას აღამოს ლოცვით მიმართავდი ადამიანი ღმერთს და მათ შორის ყოველდღიურადაც იესოს ლოცვას ამბობდე ადამიანი. როგორ ფიქრობ? არ შეცვლის ჩვენ ცხოვრებას უფალი. აბრაამი ერთი იყო და სოდომ გომორში, როდესაც მიდიოდა ანგელოზები, სადაც წვიმა უნდა, ცეცხლოვანი წვიმა, უნდა დაღუპულიყო ეს ქალაქები, აბრაამის ერთმა თხოვნა, თუ 50 იქნებაო, არ დაინდობო იმ ქალაქსო. კიო, თუ 50 იქნება დავინდობ. ნახეთ ღმერთი როგორ გვაჩვენებს, ამას კი არ აჩვენებს ღმერთმა იცის, რომ იქ 50-იც არ არის, 20-იც არ არის, ანუ ის განზრახვა, რომელიც ასახსულებელი აღსრულდება, მაგრამ ჩვენ რას გვანახებს აბრაამის სახით? აბრაამ, შენი ამ სიმართლისა, სარწმუნოებისა და შენი სტუმართმოყვარეობის გამო მე ჩემს გადაწყვეტილებასაც შევცვლი.
მხოლოდ ერთ შემთხვევაში შევცვლი გადაწყვეტილება, სათო შენ თუ უკეთესი იქნები და მე მთხოვ ამას. და დღეს ამდენი ქრისტიანი ვართ, ამდენი მართლმადიდებელი ადამიანი ვართ, ამდენი სასულიერო პირი ვართ, სულ ვიძახით, რომ გამრავლდით, აგერ ეკლესიები აშენდა, ტაძრები აშენდა, მონასტრები განმრავლდა, ასე და როგორ? ნუ თუ ამდენი ხალხი, ვინ ჩვენ მართლა ღმერთს შეიძლება მივმართოთ, ნუ თუ ასეთ მდგომარეობა უნდა იყოს, მაგრამ საქმეც ისა, პირდაპირ ვიტყვი, ერთეულები ადამიანები, შეიძლება ისიც არ აყვავს, მაგრამ ერთეულები იქნება ადამიანები, მე წამს და მჯერა ამის, ვისაც შეუძლია საკუთარ პირად მეზე და გეგმებზე თქვას უარი, იმის გამო რომ სამშობლო უყვარს. დალევაზე და თრობაზე თქვას უარი, იმის გამო რომ სამშობლო უყვარს. განკითხვაზე და ჭორაობაზე და გინებაზე თქვას უარი, იმიტომ რომ ეკლესია უყვარს, იმიტომ რომ ღმერთი უყვარს, იმიტომ რომ საკუთარი ოჯახის წევრი უყვარს. ყველა ვართ ეგოიზმში ჩაძირული. მე როგორც მინდა, ოჯახშიც რატო ჩხუბობთ? იმიტომ რომ ყველას თავისი გეგმები აქვს, შვილებს თავის გეგმები აქვს, ქმარს თავის გეგმა აქვს, ცოლს თავის გეგმა აქვს, ყველას თავის გეგმა აქვს და ეს გეგმები ერთმანეთს ეჯახება და ჩვენ ჩხუბობთ მე, იმიტომ რომ ჩვენ ცუდად ვართ, ოდესაც ჩვენი გეგმები არ სრულდება, წეღანა ვთქვით. კიდე ღმერთს ვაპატიებთ იმას, რომ ჩვენი გეგმები დაშალოს, მაგრამ ადამიანი რო შლის ჩვენ გეგმებს, ამაზე საერთოდ წყობილებიდან გამოვდება. ვიღაც ადამიანმა ჩამიშალოს გეგმები, რას ამბობ? იმას ხო გავანადგურებ. აი ეს ხდება დღეს. და ქრისტიანი ადამიანი ვინ არის? ნამდვილად ქრისტიანი ადამიანი ვინ არის? ნამდვილად სამღვდელო სულისკვეთება რომელ ადამიანში არის? ვისშია ეს სამღვდელო სულისკვეთება, სამღვდელო მადლი, სულიწმინდის მადლი, რომელიც ხელდასხმითად მოგვეცა, ვისში რეალიზდება? არა იმაში, ვინც თუნდაც კი ბატონო, ესე ლოცულობს შეიძლება, წირვალი, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ თუ მე ისევ ისეთი ვრჩები, თუ მე ისევ ისეთი ვარ და არ ვიცვლები, მაშინ მე არ მიყვარს არავინ და არაფერი. წირვაც, ლოცვაც, ყველაფერი ეს ჩემი გეგმის ნაწილი, ჩემი პირადი მონდომების ნაწილი არის. და ხშირ შემთხვევაში ადამიანს ასეთი მსახურება და ასეთი ყოფნა ეკლესიაში სიმძიმეთ აწვება. აღარ უნდა ბოლოს. აღარ უნდა, იმიტომ რომ სიამოვნებას აღარ ანიჭებს. იმიტომ რომ მისი გეგმის ნაწილი იყო. ხშირად ადამიანს წირვაზე დგომაც აღარ უნდა. რატო არ უნდა წირვაზე დგომა? რატომ არ უნდა? იმიტომ რომ ეს აქ შენი გეგმები თუ არ ხორციელდება, მაშინ შენ ღვთის გეგმების მომსმენი არ ხარ. შენ შეცვლა არ გინდა, შენ უკეთესი არ გინდა გახდა. გამომდინარე, უკვე ჩვენი ლოცვაც თავისთავად კარგავს მნიშვნელობასაც და ჩვენი ლოცვა ძალას კარგავს. ძალა არ აქვს ხალხო ჩვენს ლოცვას, ამაზეა საუბარი. ძალას იმას კი არ გულისხმობ ჩვენ, რომ ვილოცებთ ახლა და თები შეიცვლება და ამას კი არ ველოდებით, შედეგებს კი არ ველოდებით. მაგრამ მთავარი ლოცვის მთავარი მონაპოვარი რა არის? ეს არის ღმერთთან შეხება, რომელიც მე მცვლის. ლოცვა, რომელმაც ეს შედეგი არ მომიტანა, ის არ მილოცია ისე. ლოცვამ, რომელმაც მე ჩემ პატივმოყვარეობა არ დამაძლევინა, ის ლოცვა არ არის. ლოცვა, რომელმაც მე უმეტესი უფრო მოსიყვარულე, თავმდაბალი, შენდობის მოყვარული, სინანულის მოყვარული არ გამხადა, ის ლოცვა არ არის. ის არის ჩემი გეგმის გარკვეული ნაწილი. ეს არის შემთხვევაში დაცვის სისხლომე, რომ თუ არა ვლოცულობ, მე რაღაცნაირად ცუდათა ვარ, გონია რომ რაღაცა ცუდი მომივა. ესეც გეგმის ნაწილია. შეცვლა კი არ მინდა. უბრალოდ ჯადოსნურ სიტყვებს კითხულობ, რომ ვიღაცამ რაღაცა არ დამიშაოს, მიხვდით რა ხდება? გეგმები მაგ დღეს რაღაცა მინდა გავაკეთო და ვლოცულო, იმისთვის რომ ვინმე არ შემიშალოს ამაში ხელი, მიხვდით რა ხდება? შენდობას გთხოვთ ამ ემოციური მოკლედ იმისთვის, მაგრამ თუ ვიწყებთ წელიწადს და ჩვენ რაღაცა თარიღებზე, აგერ შობა გქონდა, შობაზე ბევრი ვისაუბრეთ.
და თუ კი შემომავალი წელზეა საუბარი და ეს წელიწადი რაღაც 10 თვის წერტილად დაიწყება, თუ კი წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ეს ახალი, ისე იგი ერის დასაწყისი, ამ წლის ახალი დასაწყისი ჩვენთვის იქნება, ანუ არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცა შევცვალოთ, მაშინ ასე უნდა შევცვალოთ. ამას განიკითხავს პავლე მოციქული დღეს. ნუ იჯერებთ აი ამ წუთისოფლისეულ ფილოსოფიას და მეცნიერებას, რომელიც ეკლესიაშიც არის. გარკვეულ სიბრძნის მეტყველებებს, რომელსაც უსმენთ, არა, არც ერთი სწავლება არ არის სწორი, თუ კი ადამიანს არ ცვლის ის. თუ კი ადამიანი არ ხდება უკეთესი. არც ერთი ხანგრძლივი ლოცვა არ არის შედეგის მომტანი, თუ კი ადამიანი ლოცვის მსვლელობის დროს უკეთესი არ ხდება. და არც ერთი ადამიანის ლოცვა და მსახურება არ არის ღვთისთვის სათნო, თუ კი ადამიანი ამაში არ არის თავგანწირო. თუ შეიძლება ეგოიზმის გამო აკეთებდეს ადამიანი ამას. მე ღმერთმა ჩვენში სამუდელო პირებში ჩენდობას თხოვ ჩემ ძმებს, სამუდელო პირებს, მოკლედ ყველას თქვენთაგანს ამ შეიძლება სიტყვისთვის, კადნიერი სიტყვისთვის, მაგრამ ეს არის ის, რაც სახარებისეული სულისკვეთება არის. გინდა რამე შეიცვალოს, შეიცვალე შენ. გინდა შენი შვილი იყოს კარგი, შენ იყავი კარგი. გინდა შენი მეგობარი იყოს კარგი, შენ იყავი უფრო უკეთესი და კარგი. ღვთის წინაშე, არა ამ საზოგადოების წინაშე, რომელმაც გარკვეული წესები დაადგინა, რომ კარგი ვინ არის და ცუდი ვინ არის. გაიხედეთ რა ამბავშია ხალხი. გაიხედეთ როგორ ლანძღავენ ერთმანეთს. კარგისა და ცუდის დეფინიცია დაიკარგა საერთოდ. რა არის სიკეთე და ბოროტება, კარგი, ცუდი, ტყუილი, მართალი, აზელილია ყველაფერი ერთმანეთში. განა არ უყურებთ ამას და არ დაიღალეთ ამის ყურები. სინამდვილე ხო წყურიათ. და ეს სინამდვილე არის ეს. იქ რო გამოდის ნებისმიერი სამდელო პირი და კი ბატონო, იმან ესე მოიქცა და ცუდია და იმან ესე მოიქცა, ეს არ არის მნიშვნელოვანი იმ შემთხვევაში. ეს ზოგ შემთხვევაში ცეცხლზე ნავთის მისხმა არის. აი შენ რო გამოხვალ სამუდელო პირი და თვითონ შეიცვლები და თვითონ გახდები უკეთესი, თვითონ მოიკლებ საკუთარ თავზე, ისე იგი კომფორტსაც და ყველაფერს იმის გამო, რომ შენ ანუ შესაწირი თავგანწირვა გააკეთო, აი მაშინ იქნება ის შეწირული. მაშინ იქნება შენი სიტყვაც ძალის მქონეც. მაშინ იქნება შენი ლოცვაც ქმედითი, მადლის მომნიჭებელი შენთვისაც და შენს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. დღეს ოჯახებში მამები, დედები, ტელევიზორი გამოურთველად არის ჩართული პოლიტიკაზე და იმაზე, შოუებით, პოლიტიკური შოუებით და აი ამ კატეგორიაში აზროვნებენ კარგსა და ცუდზე, სწორზე და არასწორზე. ქვეყანაზე სამშობლო როგორი უნდა იყოს სწორად წინ ქრისტიანი ადამიანები აქედან მსჯელობენ, ხალხო, საიდან, რატო, რა შეგვეყარა ეგეთი? ღმერთმა ძალა მოგცეს შეცვლისა ამ მომავალ წელს. გავხდეთ უკეთესები, რომ ჩვენს გარშემოც გავაკეთილშობილოთ ჩვენი გარემო, ჩვენი ოჯახები, პირველ რიგში, ჩვენი კარმიდამო, ჩვენი სახლები, ჩვენი სოფლები, ჩვენი ქალაქები და გამრავლდეს ადამიანთა რიცხვი, რომელიც მართლა ქრისტეს მცნებების მიხედვით შეცვლას შეეცდება საკუთარი ცხოვრებისა. და არა იმ ნარატივებით, რომელიც გარედან გამოდის. ნამდვილად თავგანწირული და თავდადებული ადამიანები უმრავლოს ღმერთმა ჩვენ სამშობლოს. ღვთისთვის თავგანწირვა ეს არის. ხმლით სირბილი კი არ არის და ვირმესთან ჭხუბი და ცემა კი არ არის. ღვთისთვის თავგანწირვა არის საკუთარ თავზე და ეგოიზმზე უარის თქმა. საკუთარ გეგმებზე, რაც არ უნდა კარგი იყოს და შეროთვლი, რომ აუ ეს გეგმა ძალიან იმაზეც კი უარი უნდა შეგეძლოს თქვა. აი მაშინ ახარ ქრისტიანი. მაშინ ახარ ღვთის მოიმედე.
და არა ის, რომ შენ ახვევ თავს თითქოს ღმერთს აქედან შეკვეთებს უგზავნით. ესე იყოს, ისე იყოს, ეს მოგვანიჭე, ის მოგვანიჭე. არ არის ასე და ნუ მოვიტყუებ თავს, ღმერთი ჩვენს დაკვეთებს არასრულებს. ღმერთი არის მასთან მხოლოდ, ვინც ქრისტეს მცნების მიხედვით ცხოვრობს. ვინც ცდილობს, რომ საკუთარი ეგოიზმი და პირადი პატივმოყვარეობა უგულებელს ყოს, მხოლოდ მასთან არის ღმერთი. დანარჩენი დემონიზმია ყველაფერი. დემონური ძალებია, ძალების გეძლევა საქმე ეს არის. წეგან გითხრათ, ისეთი ძალები ეძლევა ადამიანს, იტყვი აბარანაერად, კაცო, ღმერთი თუ არ არის ჩემთან, როგორ მეძლევა ძალები, არა და არის ეს. აქ თხოვდები ზუსტად ადამიანი. საკუთარ პატივმოყვარეობასა და ეგოიზმში დამხრჩალი ადამიანი აი ამ აზრების შემწყნარებელი ხდება მე. ბედნიერი ახალი წელი ჩვენს ეკლესიას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ერს, მრავალი ადამიანი იმას, ვისაც ღვთის ნამდვილი სიყვარული და თავგანწირვა შეუძლია, ეკლესიის ნამდვილი სიყვარული და თავგანწირვა შეუძლია, მისი სამღვდელოებისა და იერარქიის სიყვარული და თავგანწირვა შეუძლია, მოყვასის ადამიანების სიყვარული და თავგანწირვა შეუძლია ღვთისმცნებების მიხედვით. ერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ ყველას.